1921 წლის 25 თებერვალი, დღე რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღად იქცა. ამ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და ბოლშევიკური რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? როგორ დავკარგეთ თავისუფლება? 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა საქართველო აიღო მიზანში. წითელი არმია რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრა. ქართულმა ჯარმა გმირულად დაიწვა ქვეყანა, განსაკუთრებით აბახმენის, ოჭვრისა და შულავერის მიდამოებში, თუმცა მტრის რიცხოვანმა და მძიმე შეიარაღებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. 23 თებერვალს თბილისის დაცვა უკვე ძალა გამოცლილი იყო. 24 თებერვალს მტერი ქალაქს მოადგა და 25 თებერვალს წითელმა არმიამ დედაქალაქი აიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ 3 წელი იარსება, დამოუკიდებლობას გამოეთხოვა. მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ათასობით ადამიანი დაიღუპა ბრძოლაში, ხოლო ოკუპაციის შემდეგ დაიწყო რეპრესიები, დევნა და ეროვნული იდენტობის განადგურების მცდელობა. ქართველებისთვის დაიწყო წითელი ტერორი, ინტელიგენციის რეპრესიები, ეკლესიების დანგრევა, ქართული ენისა და კულტურის შევიწროება. ათასობით ადამიანი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა. საქართველოს თავისუფლება 70 წლის განმავლობაში დავკარგა. დღეს 25 თებერვალი საქართველოსთვის ტრაგიკული მეხსიერებაა. ეს არის დღე, როცა უნდა გვახსოვდეს, რამდენად დიდი ფასი აქვს თავისუფლებას. საბჭოთა ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ 1991 წელს საქართველოს საბოლოოდ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ ისტორია გვასწავლის, თავისუფლება დაცვას საჭიროებს. 1921 წლის 25 თებერვალი გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში, მაგრამ ის, რაც მოხდა 100 წლის განმავლობაში, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. თოდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი, საშინელებას კვლავ სჭებდა გრდემლი. ისევ გოლგოთა, სისხლი და წრემლი. მშობელო დედავ, ისევ გაკიდეს, ისევ წამების ჯვარი აქკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა, მხოლოდ დღე თოვლით ცვიოდა ნელა, ეფინებოდა გმირების გვამებს, განგმირულ მკერდებს დალეწილ მკლავებს და უძრავი იყო თებერვლის ხამე. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. იმ გზით სად წინათ ელვავდნენ ხმლები, სად სამას გმირთა დაიფშნა ძოლები, სად ქართლის დედის წრემლით ნანამი მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი. სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი, თოვლ დაეფარა გწანესის ველი. წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით. შემოდიოდა სიკვდილი ძებით. თოვდა და თბილის ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.